სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. უკვე მე რამდენად ჩვენი უწმინდესი პატრიარქის კურთხევით, მეუფე შიოს დალოცვით, მეუფე საბას მღვდელმთავრული კურთხევით, ალბათ ვფიქრობ თქვენი სიყვარულით, ჩვენ ვალდებული ვართ ერთმანეთი გვიყვარდეს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს, შეგვიძლია არ გვიყვარდეს, ესე არ შეიძლება. ჩვენ ვალდებულება გვაქვს ერთმანეთი გვიყვარდეს, როგორც ქრისტიანებს, როგორც ქართველებს და ყოველივე ამან განაპირობა, რომ და ღვთის მადლით პირველ რიგში, რომ მე ისევ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები და ვიმყოფები განსაკუთრებულ დღეს არის შეიძლება ითქვას, ალბათ არ იქნება ეს სიტყვები გადამეტებული, რომ ჩვენ ვიმყოფებით დღეს, როცა აღნიშნავთ ყველაზე დიდი ქართველის ხსენების დღეს. ბუნებრივია, რომ თითოეულ ადამიანს, ვისაც მეტნაკლებად სამშობლო უყვარს, თითოეულ ადამიანს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დავით აღმაშენებლის მიმართ და იმ წარსული დიდების მიმართ, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომელიც ჩვენ დღემდე გვასულდგმულებს და ჩვენს ღირსებას კვებავს. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ წუხვართ იმის გამო, რომ ჩვენ ეს ყველაფერი დიდი ხანი დავკარგეთ, გვინდა მისი აღორძინება აღდგენა, მაგრამ რატომღაც საუკუნეები გადის, მაგრამ არაფერი იცვლება. ხშირ შემთხვევაში უმძიმეს მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ამას თავის მიზეზები აქვს, მაგრამ არა ღმერთში. ღმერთის ბრალი არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირს და ის, რომ ჩვენი სანატრელი რაღაც სურვილი არ სრულდება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მიზეზი საკუთარ თავში უნდა მოვიძიოთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ცოტათი მაინც გვწამს ღვთის, თუ მაინც ცოტათი წარმოდგენა გვაქვს, თუ ვინ არის ღმერთი და როგორია იგი, მაშინ შეუძლებელია, რომ მას არ უნდოდეს სიკეთე მთელი ერისათვის, იმ ერისათვის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქრისტესთვის კვდებოდა, ქრისტესთვის ეწამებოდა, შექმნა საოცარი კულტურა ქრისტიანული, რომელიც მრავალი საუკუნისა ესე არასწორი ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის არქონის და მიუხედავად, მაინც შენარჩუნებულია ჩვენში ეს კულტურა იმდენად ძლიერად და მტკიცედ, რომ საქართველოში დაბადებული ადამიანი, თვით არაქართველიც კი ეზიარება ამ კულტურას და ძალიან ხშირად ქრისტიანი ხდება, ნომინალურად მაინც. მიზეზი ჩვენშია. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ყოფიერების საზრისი და ერთმანეთთან თანაცხოვრება როგორ შევძოლოთ, როგორც ადამიანება, ანუ იმ არსებება, რომელიც ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ერთადერთი ყოფიერების საწყისი ჩვენ ესე გვწამს ქრისტიანებს, ჩვენ ეს ვიცით ჩვენი გამოცდილებით, ჩვენ ეს ვიცით გამოცხადებით, არის ცოცხალი ღმერთი, სამყაროს მიღმერი ცოცხალი ღმერთი, რომელიც არის გონიერი, რომელიც არის ყოვლისშემძლე, მაგრამ გონიერი და თავისუფალი და პიროვნული არსება. და მან ადამიანი ასეთად შექმნა. ასეთად, ანუ ხატად და მსგავსად თავისად შექმნა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბედნიერი, თუ ის ღმერთივით ბედნიერი იქნება, თუ იგი ღვთაებრივი სრულყოფილებისაკენ იქნება მსწრაფი და თავისი ცხოვრების წესით დაემსგავსება ღმერთს. გახსოვთ იოანე მოციქულის ნათქვამი, რომ ჩვენ როცა წარვდგებით ღვთის წინაშე და თუ ვცხონდებით, ჩვენ ვიქნებით ისეთნი, როგორიც ის არის. ანუ ქრისტესავით ვიქნებით, ქრისტეს მსგავსი ვიქნებით, მისი ხატი და მსგავსი ჩვენ ვართ. აი ესე შექმნა ღმერთმა სამყარო, თავად არის ყოფიერების შემოქმედი და პიროვნულობასთან, თავისუფლებასთან და ყოვლის შემძლეობასთან ერთად ის არის სიყვარული. იგი ადამიანს ქმნის პრინციპში როგორც თავის პოტენციურ შვილს და ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადგან ჩვენ ღმერთივით ვართ, ღვთის მსგავსნი ვართ, ამიტომ ბედნიერება ჩვენი მხოლოდ ღვთის სრულყოფილ მსგავსებაშია, როგორც სახარებაში კითხულობთ, იყავით სრულყოფილი, როგორც ზეციური მამაა თქვენი სრულყოფილი. და როდესაც ადამიანი ღმერთს კარგავს, როცა ადამიანი თავის თავისუფლებას არასწორად იყენებს და ღმერთს სილდება, ეს ისტორია მეტნაკლებად ვიცით წმინდა წერილებს ვკითხულობ, მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ანუ ღმერთს დაცილებული გონიერი თავისუფალი არსება, რომელიც აი ამ ღირსებებს, თავისუფლებას და გონიერებას არასწორად იყენებს, საწაიღოს არ იცის, დედამიწაზე დაბადებული პირველივე შვილი კაინი თავის ძმას კლავს და ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ადამიანი კვლავ დაუბრუნდეს თავის შესაძლებლობას იყოს ბედნიერი, არის იმ ვერტიკალისადმი მორჩილება, რომელსაც ღმერთი და მის ქვემოთ უკვე ადამიანი ქვია. ანუ ჩვენ
უნდა დავემორჩილოთ კვლავ მას, რომლის მორჩილებით, რომლის უწმინდესინებით ჩვენში გახორციელებით ვიქნებით ღმერთივით სრულყოფილნი და მივახცევთ ჩვენს მიზანს. და ვინც მეტნაკლებად საღვთო ისტორია იცით როგორ ზრუნავდა ღმერთი ადამიანზე, კაცობრიობაზე, მაგრამ ეს ადვილი არ არის იმიტომ, რომ ადამიანი არის თავისუფლება და ღმერთი ადამიანს თავისუფლებას არ ართმევს, იმიტომ რომ ადამიანს თავისუფლება წაართვა, ის იმ წამსვე კარგავს უნარს და შესაძლებლობას იყოს ღმერთთან, იმიტომ რომ ღმერთთან მხოლოდ თავისუფალი არსება შეიძლება იყოს, მხოლოდ თავისუფლებაში რეალიზებული, თავისუფლებაში მაცხოვრებელი. მაგრამ იგივე თავისუფლებაა, რომელიც ჩვენსა და ღმერთს შორის წინააღმდეგობად დგება, ადამიანი არასწორად იყენებს ამ თავისუფლებას, ამბობს, ღმერთო მე შენ არ მიდიხარ, ან სიტყვით ამბობს, ან ცხოვრების წესით და საქმით. ამიტომ შეიქმნა ეს ვერტიკალი მორჩილებისა. და როცა ადამიანი მეტნაკლებად სულიერი იყო, ღმერთის მართლობა ადამიანებთან იყო ერთგვარი თეოკრატიული, ესე იგი წინასწარმეტყველნი, მსაჯულნი, ესე იმართებოდა. მაგრამ როდესაც უფრო და უფრო დაცილდა ადამიანი ღმერთს, მაშინ შეიქმნა მეფობის ინსტიტუტი. მორწმუნე ისრაელისთვის მოდი ესე ვთქვათ. როცა დაიკარგა ის უშუალო კავშირი, რაც ა ブラ ამსა და ღმერთს შორის იყო, როცა ღმერთი აღთქმას დებს ადამიანთან, როცა ადამიანი ა ブラ ამის სახით ცნობს ღმერთს და ემორჩილება მას, როცა ეს კავშირი დაიკარგა, მერე შეიქმნა ეს მეფობის ინსტიტუტი, ეს ვერტიკალი ძალაუფლებისა. და აი ეს ვერტიკალი ძალაუფლებისა მეტნაკლებად ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, რომ ადამიანური სახე შეინარჩუნოს და ცოტათი მაინც შეძლოს ერთმანეთის სიყვარული და ღვთის სიყვარული და ერთმანეთის სიყვარული. აი დღეს რომელთა მიმართ ეპისტოლეში სწორედ ამაზე საუბრობს პავლე მოციქული, რომ ვერტიკალი შექმნილი, იერარქიული, ასე არსებობს ადამიანთა საზოგადოება. არსებობს იმისთვის, რომ მეტნაკლებად ადამიანებმა ერთმანეთის სიყვარულის შეძლოთ, არ გადავგვარდეთ. ამგვარად შექმნილი ვერტიკალი, რა თქმა უნდა, თეოკრატიული არ არის, რა თქმა უნდა, იქ ხშირად ღვთისნება, ასე პირდაპირ გაგებით არ დომინირებს. ამას ღმერთი აფრთხილებს კიდევაც წმინდა წერილში, ისრაელი როცა მეფეს ითხოვს, ამბობს, რომ მეფეს ითხოვთ იმიტომ, რომ თქვენ ჩემი მართლობა არ გინდათ. და როდესაც ღმერთი ადამიანად მოდის, იესო ქრისტეს ღვთის განკაცებას გულისხმობ. მაშინ შეიქმნა სხვა სამეფო, პარალელური სამეფო, რომელიც ამქვეყნიური სამეფო არ არის, სადაც საღვთო კანონები მოქმედებს, სადაც პირდაპირ საღვთო ვერტიკალია, შეიძლება ასე ითქვა ძალაუფლებისა. და ეს არის ეკლესია. მაგრამ ეკლესია, როგორც საღვთო სამეფო და მიწიერი სამეფო, რომელიც ასევე აუცილებელია და ასევე ღვთისდადგენილია, როგორც დღეს პავლე მოციქული ამბობს, იმიტომ რომ სხვაგვარად სრული ქაოსი იქნებოდა დედამიწაზე, ერთმანეთთან თანხმობაში ხშირად არ არის. მაგრამ არსებობს უიშვიათესი გამონაკლისები სამყაროს ისტორიაში, როდესაც ისინი მეტნაკლებად თანხმედრაში მოდიოდა. და დავით აღმაშენებლის პერიოდი ერთ-ერთი ასეთი პერიოდია სწორედ. ეს იყო ადამიანი, ეს იყო რჩეული, რომელიც აღამაღლა ღმერთმა საკუთარი ერისგან, გახსოვთ ფსალმუნების სიტყვები და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა. მთელი ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვერ ვცხოვრობთ როგორც ღვთის რჩეული ერი და ამიტომ კვლავ არ ხდება ამაღლება ჩვენი წიაღიდან იმ ადამიანისა, რომელიც მეტნაკლებად ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს საყვარელ სამშობლოს მეტად უკეთეს მდგომარეობაში მოიყვანდა, თუ ძველ დიდებას ვერ დაუბრუნებდა, მაინც უკეთეს მდგომარეობაში მოიყვანდა, სადაც ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები და მომავალი თაობები უკეთესი ცხოვრებით იცხოვრებდნენ. ერთ-ერთი რას ამას ხელს უშლის, არის ჩვენი არასწორი დამოკიდებულება, როგორც ღვთისადმი, ისე ერთმანეთისადმი, აი დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ერთადერთი ვალდებულება გვაქვს ჩვენ ერთმანეთის პავლე მოციქული ამბობს, რომელთა მიმართ ეპისტოლეში ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და მე ახსნის ეს რას ნიშნავს საერთოდ. და აი ჩვენ გვაქვს არასწორი დამოკიდებულება. ჩვენ სოციუმში ვარ და ადამიანი ხო სოციალური არსებაა, მას არ შეუძლია სხვანაირად, ეს მისი ონტოლოგიური არსია, თვისებაა, არსობრივი. პიროვნული თავისუფლებაც და ერთობაც, ორივე ერთდროულად უნდა ქონდეს ადამიანს და ჩვენ გვინდა ერთობა, მეგობრობა, თანამშრომლობა, ოჯახი,
სამშობლო ეკლესია გვინდა ოღონდ ჩვენი ეგოიზმის შენარჩუნებით. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა მოვირგო მე და ყველაფერი მე უნდა მემსახურებოდეს, ამის დეკლარირებას ასე ვახდენ თუ არ ახდენ, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მე როგორც მესმის, ჩემი სიმართლით უნდა ვყოფიერებდე და ეკლესია ექნება ეს თუ ოჯახი ექნება ეს თუ მეგობრების წრე იქნება ეს თუ სამშობლო იქნება, ყველაფერი ჩემს გარშემო უნდა ტრიალებდეს, როგორც მე მესმის და როგორც მე ვხედავ და რადგან ჩემი ერთადერთი საზომი ჭეშმარიტებისა ჩემი სიმართლეა, რა თქმა უნდა მე ვფიქრობ რომ მართალი ვარ. აი ეს ქმნის იმ კატასტროფას, რაც ზოგადად დედამიწაზეა და რაც ზოგადად საქართველოშია. ანუ როცა ადამიანი ცდილობს რომ მას ემსახურონ და გახსოვთ ქრისტეს სიტყვები რას ამბობს, მე მოვედი არა იმიტომ რომ მემსახურონ, არამედ იმიტომ რომ ვემსახურო. და აი ემსახურების პრინციპი სოციუმში სწორი არსებობისა, ოჯახში ახალგაზრდა ბიჭს მოყავს ცოლი, ან გოგონა თხოვდება, ნაკლებად ფიქრობენ იმაზე რომ ის იმიტომ ქორწინდება რომ ემსახუროს. ადამიანი მიდის სადღაც სამსახურში, ადამიანი თქვათ სახელმწიფო მოხელეა, ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ ის მოდის იმიტომ, რომ ემსახუროს და არა მოემსახურო. ადამიანი მოდის ეკლესიაში, ანუ ხდება ეკლესიის წევრი, ინათლება, მირონცხებულია, მაზიარებელია. მოდის იმისთვის, რომ რაღაცა წაიღოს, მადლი წაიღოს, საღვთო ენერგია წაიღოს, ღვთისწყალობა წაიღოს, რომ მე თავის ცხოვრება კარგად ააწყოს, დაალაგოს, მაგრამ ნაკლებად ფიქრობს, რომ მოვიდეს იმიტომ, რომ ემსახუროს, იყოს მსახური და არა ბატონი. და აი დავით აღმაშენებლის საქართველო თუ უნდა ჩვენ ერთს, აი რომ წარმოვიდგინოთ, უცებ ღვთისერი გავხდით და ჩვენი წიაღიდან ამაღლა რჩეული, დავითის მსგავსი. ან თქვა ჩვენ გვეცხოვრა, ჩვენი უნარჩვევებით და ჩვენი ეგოისტური მიდრეკილებებით გვეცხოვრა დავითის საქართველოში. ჩვენ მოგვეწონებოდა თუ არა ეს? ჩვენ მოგვეწონებოდა თუ არა დავითი როგორც მართველი ჩვენი ქვეყნისა? არ მოგვეწონებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ხომ მაშინ ყველანი ერთი კოლექტიური ლიპარიტ ბაღვაშები ვიქნებოდით. რომელიც მხოლოდ საკუთარ ცდილობდა, ლიპარიტი რა უჯიშო და უსჯულო კი არ იყო, მერე ბოლოს ბერად აღიკვეცა და წიგნებს ათარგმნინებდა და საქართველოში აგზავნიდა. თავისებურად მას სამშობლო როგორ არ უყვარდა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვიქნებოდით ის ლიპარიტები, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდნენ დავითს და ყველანაირად შეუშლიდან ხელს, რომ შეექმნა ეს დიდი საქართველო, რომელიც მან შექმნა, იმიტომ რომ ვერ მივხვდებოდით, რომ თუ გიყვარს შენი სამშობლო, უნდა ემსახურო მას. აი ეს მსახურება არის ის, რაც ადამიანს ადამიანად ხდის, რაც ქართველს ქართველად ხდის, ღირსეულ მოქალაქეს ღირსეულ მოქალაქედ ხდის და ქრისტიანს ნამდვილ ქრისტიანად ხდის. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ დავით აღმაშენებლის დროინდელ საქართველოს წარსულ დიდებაზე და თუ ჩვენ გვინდა რომ მსგავსი რამ აქაც იყოს, დღესაც იყოს, ჩვენი შვილებისთვის თუ არა, შვილიშვილებისთვის მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა ჩვენ ვიყოთ ასეთნი. შვილები უნდა აღზარდოთ ასეთად და ჩვენი შვილიშვილები მაინც უნდა საბოლოოდ გახდნენ ისეთნი, როგორიც მერე შობს ასეთ საქართველოს, რომელიც თავის წიაღიდან შობს კიდევ ერთ ახალ დავით აღმაშენებელს. ანუ უნდა ვისწავლოთ მსახურება ერთმანეთისა, ოჯახის წევრების ორგანიზაციაში თუ თანამშრომლ მეგობრებში თუ ნებისმიერ წიაღში, ეკლესიაში და სამშობლოში ვისწავლოთ მსახურება. და როგორ, რანაირად ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად, ვისაც რა შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, როდესაც ადამიანი გადის უცხოეთში თუნდაც გაჭირვების გამო, ზოგს უმართლებს, ზოგს არ უმართლებს, ეს ღვთის განგებულებაა, მაგრამ ვისაც უმართლებს, ვის აგროვებს დივიდენდებს, როგორც ინტელექტუალურს, ისე მატერიალურს, რატომაც არ უნდა ჩააყენოს თავისთავი იმ ვალდებულების წინაშე, რომ ჩავიდეს და სამშობლოს ადგილზე ემსახუროს. თავისი უნარჩვევებით, ნიჭებით, რომელიც მას ღმერთმა მისცა, თუ წამს მას რო ღმერთმა მისცა. როგორც იყვნენ ჩვენი ილია, ჩვენი ვაჟა, ჩვენი გოგებაშვილი, აი ეს ხალხი, ნიკო ნიკოლაძე, აი ეს ხალხი, რომელსაც ისწავლა და ჩაიტანა და შექმნა ის საქართველო, რომელმაც საქართველომ 70 წლიან უღმერთობას გაუძლო, თუ რომ ისინი რო არ ყოფილიყვნენ იმ 70 წლიან უღმერთობაში გადავჯიშდებოდით ჩვენ.
ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქართველს უნდა მივბაძოთ მას ბევრ რამეში, მათ შორის იმ საოცარ ქრისტეს დარ სიმდაბლეში, საოცარ რწმენაში, რომელიც აი რომ მოხვედით, ხო, იქ გამოკრულიც არის დიდი პლაკატივით არის ესეთი ბანერი, სადაც დავით აღმაშენებელია ქეთ დადრეკილი დგას და ამბობს შემიწყალე იესო ჩემო მისი სიტყვებია, რომელიც მან დაწერა. მას ვგავდეთ რწმენაში, მას ვგავდეთ ღვთისმეტყველებაში, მას ვგავდეთ ეკლესიის ღირსეულ წევრობაში, მას ვგავდეთ მსახურებაში, რომელმაც ნაადრევად შეიწირა ფიზიკურად, შეიძლება ასე ითქვას, ეს დიდებული ადამიანი და სრულად ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ დატოვა ისეთი რამ, რომელიც დღემდე გვასულგმულებს. და თუ ჩვენ გვინდა რომ ამ ადამიანს პატივი მივაგოთ, მაშინ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს კითხოს. მე რა მინდა ჩემი სამშობლოდან მოვიხმდა ეკლესიიდან, რომელიც განუყოფელია, დავითისთვის განუყოფელი იყო ეკლესია და სამშობლო. აი ამეომარნო ქრისტესნო დიდგორის ომის წინ მიმართავს და რა მინდა მე როგორი მოქალაქე უნდა ვიყო, როგორ მოქალაქედ უნდა აღზარდო ჩემი შვილი, რომ მოიხმაროს ეს ქვეყანა და ეკლესია თუ ემსახუროს. სანამ ჩვენ უდიდეს უმრავლესობაში კრიტიკული მასის თვალსაზრისით, რაღაც არ ვიცი რა, რამდენი უნდა იყოს, რამდენი პროცენტი უნდა იყოს ასეთი ქართველი. სანამ ჩვენ არ მივხვდებით, რომ უნდა ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს, ჩვენში არ აღდგება ახალი საქართველო და ახალი დავით აღმაშენებელი. ხოლო თუ ჩვენ ამას შევძლებთ, რომ გავაცნობიერებთ, რომ უნდა მსახურნი ვიყოთ და ამით ჩვენ მარადილ სიცოცხლეს ვიმკვიდრებთ, სასუფეველს ვიმკვიდრებთ, ჩვენ თუ ამას გავაცნობიერებთ, მაშინ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი კაცი ისეთი ნიჭიერია, ისეთი გულმხურვალია, ისეთი პოტენცია აქვს სიყვარულისა, ერთგულებისა, თავგანწირვისა, რომ აუცილებლად ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის შეიქმნება ის საქართველო, სადაც ადამიანები ქრისტეს იპოვიან და ცხონდებიან მასიურად. სადაც დაიბადებიან კიდე დავით აღმაშენებლისნაირი ადამიანები. ღმერთი შეგვეწიოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და რაც მე თქვენ გითხარით, ეს მე ჩემ თავს უთხარი და ღმერთმა მომცეს ძალა ამგვარად ფიქრისაც და ამგვარად ცხოვრებისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.